და მამაო ჩვენო ეს იმდენად ჩვენი პროგრამაა, ჩვენი ყოფიერების პროგრამაა ადამიანური, რომ ყველაფერში ეკლესიამ თავისი სიბრძნით ყველაფერში ჩადო. აი ადამიანები რამე საქმეს, აი ლოცვების წიგნი რო გადაშალოთ, ხო, იქ შეიძლება ნახოთ, რომ რამე საქმის დაწყების წინა ლოცვა შეიძლება. იქ შეიძლება იყოს მეუფეოზეცა და ან უფრო მეტად მამაო ჩვენო. ჭამის წინ, არ გიფიქრიათ, საჭმელი უნდა ჭამოთ, მამაო ჩვენო, რატო უნდა თქვა? საჭმელი უნდა ჭამო კაცო რა, ეს რაღაც ფიზიოლოგიური პროცესია, ხანდახან ძალიან სასიამოვნოა, კულტურული, როცა ადამიანები მეგობრები ზიან ერთად და რატო უნდა თქვა მამაო ჩვენო? რა შუაშია? პური ჩვენი არსობისა რომ არის იქა? არა, პური ჩვენი არსობისა, მე ვარ პური, რომელიც გარდა მოვხეთ ზეცი. აქ ქრისტეზეა საუბარი. რატო ამბობ ჭამის წინ და ჩვენ როგორ ვაკეთებთ ხოლმე, ხო? სინდისი გვაქვს ახლა და მამაო ჩვენო უნდა თქვა ჭამის წინ, იმიტომ რომ ესეა ქრისტიანული, მამაო ჩვენო რომელი ხაცათაში ნაზმე და მივა ჩქარჩქარო რომ დავჭი ჩქარა შევჭამ. რატო ვამბობ? იმიტომ რომ ამით ეკლესია მეუბნება რომ ჭამ, მაშინაც არ დაგავიწყდეს, რომ შენ ღმერთი შვილი ხარ. და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ღვთისშვილი გახდე. ნებისმიერი მიწიერი საქმის წინ არ დაგავიწყდეს, რომ შენ ღმერთი შვილი ხარ უპირატესად და მე ყველაფერი დანარჩენი.